საინტერესო. არა, საჭოჭმანო არ არის საინტერესო. საჭოჭმანო რაღაც სათუო რა. ისეთ რამეს რომ მოკიდებ ხელს, რაც არ მოიგიდია, გამიგეშენა. ანუ ახალი. ახალი მექანიზაცია ჩავხდით რა ჩვენ იმაში. და მექანიზაცია გამოიყურება აი ესე რა. ბატონო დავით, მილიონერი რო იყო. და ბავშვობაში ველოსიპედი არ აყავდეს. მერე პორშე ყავდეს, ბენტლი ყავდეს, თვითმფრინავი ყავდეს. შენ მაინც ბავშვობაში ველოსიპედი არ აყავდა, გაიგე? ვეყიდი. ვერ იყიდი. რატო ვერ იყიდი? თუ უკვე დიდი ხარ და ბავშვობაში ველოსიპედი არ აყავდა, ესე იგი არ აყავდა, დამთავრდა. ხო და არ ყავდა და კიდე ხო და ეხლა ნახე რა ხდება აქ. აი ეხლა ველოსიპედი რო გეყოლება ბავშვობაში თქვათ. რამხელაც გინდა გახდე და საათს გინდა წახვიდე, შენ ბავშვობაში ველოსიპედი ყავდა. მოკლედ, ნახეთ რა მაგარი რაღაცა, ყველა ბავშვის საოცნებო რამეა რა. ეხლა ზოგ შეიძლება ყავ ზოგს არ აყავთ, ან გინდათ რომ ყავდეთ, ბატონო დავით, შენ როგორია, შენ როგორ მოგწონს ესეთი რაღაცები? არ მაგარია. მოკლედ, აი ეს არის პატარა მანქანები. ანუ ელექტროა, დენზი არის, ველოსიპედია. ნუ ტექნიკა რაც განვითარდა, უკვე სხვადასხვა რაღაცები შემოვიდა რა. თან მექანიკური. ჰა? თან ელექტრო, თან მექანიკურია ეს. ხო და აი ნახეთ. ეს არის გათვალისწინებული უგზოობისთვის. გაიგე ხო, ბატონო. ოფროუდისთვის. ეგრეთ წოდებული ოფროუდ. აბა ქართულად კი ოფროუდ. ოფრ არის დამთავრება, ხო? არა, გამორთვა. გამორთვა? ანუ შუგის ოფი გამორთვა. პირდაპირ გადათარგმნო რას ნიშნავს ოფროუდი? დამთავრდა გზა, ეგ არის? ანუ გზის დამთავრება უგზოობა, ანუ ხო ხდები რა, ხო მიხვდი. უგონობა გამიგე და უგზოობა არა. მოკლედ. სადაც გზა არ არის და აი ესეთი გრუნტიანი რაღაცა და ბუნება არის, იმის არის გათვალისწინებული, ანუ აი ეს დაკიდების სისტემას ეგ მაგაზე მიუთითებს და ოღონდ წვიმაში ალბათ ვერ ივლი რა, მოგასხავს სახეზე, მაგრამ ამის გაკეთება რაღაცები შეიძლება. ხო, ახლა ხო. მოდი რა, ამ იმას. არა, ზოგი აქედან არა უგზო. აი მაგალითად ეს უგზოობისთვის არა. აი ველოსიპედი. ველოსიპედი და ის სკროლი არა. სკროლი როგორ არის ქართულად? ელექტრო თვითმგორავი საშუალება. ხო. აი ესეთი კომპანია არის. ალპელი. რაღაც ალპინისტობასთან დაკავშირებით არის რა, ხო და? მინდა რომ ეს მანქანები გაჩვენოთ რა. ძალიან. ნუ თქვენ ცხოვრება გაილამაზოთ და ბავშვს გაულამაზოთ. ეხლა მე מחარს დავილაპარაკები, ან დაგალაპარაკებთ. მე ხარ დავიწყო და თავი გამოვიდო ამისი სპეციალისტი ჩვენ ვართ.